სვანური მირანგულას გარდა ანსამბლ რუსთავს გერმანიაში დრეზდენის თეატრის სცენაზე სულ 12 სიმღერის შესრულება მოუწევს. ფოლკლორული ანსამბლი ტაივანის ცნობილი ქორეოგრაფიული დასის ერთ-ერთ სპექტაკლს სამყაროს შექმნას მუსიკალურად გააფორმებს. შემსრულებლები ამ ბალეტზე ქართული ხალხური სიმღერებისა და მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება ერთ მხარეს ანსამბლი რუსთავი იმღერებს, მეორე მხარეს ეს ბალეტის მოცეკვავები გამოვლენ. ჩვენ პირველად ვიღებთ მონაწილეობას ასეთ სპექტაკლში და ჩვენთვისაც ძალიან საინტერესოა. ტაივანური საბალეტო დასის კლაუდ გეითის რეჟისორმა პირველად საკუთარ სპექტაკლში ქართული მუსიკა 5 წლის წინ გამოიყენა. მაშინ დასი ანსამბლ რუსთავის ძველი თაობის ჩანაწერებზეც ეკავდა. სამყაროს შექმნის ქორეოგრაფიულ ვერსიაში ადამის სცენაზე ჰამლეტ გონაშვილის წინწყაროს ფონზე იბადება. ტაივანის თეატრის რეჟისორი წერს, რომ მე 4 წელი ვეძებდიო ამ სპექტაკლისთვის მუსიკასო და როდესაც შემთხვევით მოусმენია ანსამბლ რუსთავის ჩანაწერით, კერძოდ ჰამლეტ გონაშვილის ნამღერებზეა მთელი სპექტაკლი, მას ნიუტონივით უყვირია ევრიკაო და მოკლედ აი იმის შემდეგ დაიწყო ამ სპექტაკლის დადგმა. საბალეტო დასი სამყაროს შექმნის სცენებს დრეზდენის თეატრის სცენაზე ანსამბლ რუსთავთან ერთად კიდევ ერთხელ გააცოცხლებს. ამჯერად ყველა ქორეოგრაფიულ ნომერზე ცოცხლად უნდა იმღერონ. ამიტომ თითქმის ყოველ დღე რეპეტიციებს სპექტაკლის ძველი ჩანაწერების დახმარებით გადიან. ანსამბლ რუსთავის სოლისტებმა სპეციალურად ამ გამოსვლისთვის ჩანგზე და ჭუნერზე დაკვრათ შეისწავლეს. ეს ჩვენთვის ბედნიერებაა და ქართული ხალხური სიმღერის გამარჯვებაა და რა თქმა უნდა ანსამბლ რუსთავის. ანსამბლი რუსთავი დრეზდენის მუსიკის ფესტივალის გახსნის დღესაც იმღერებს. ქართული ფოლკლორული ჯგუფი გერმანელი მსმენელისთვის ძველ ქართულ საგალობლებს შეასრულებს.